მე ვარ მარი ხუხუნაიშვილი, ინგლისური ენის ლექტორი და დღეს ჩვენი ვებინარის თემა, როგორც იცით, არის სამაგისტრო ინგლისურის ტესტთან დაკავშირებით. გავრცელებული შეცდომები სამაგისტრო ინგლისურის ტესტში. და როგორ ავირიდოთ ეს შეცდომები, გავაუმჯობესოთ ქულა. ეს არის თემა. კარგი, გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. აქ როგორც ხედავთ, მოცემულია ტესტის სტრუქტურა. უნდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტს აქვს სხვადასხვანაირი ტესტი რეალურად, ნიმუშებით დევს ონლაინ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და ნახავთ, რომ სხვადასხვანაირი ტესტია, სტრუქტურაც განსხვავებული აქვს ერთმანეთისგან. მაგალითად, ზოგ უნივერსიტეტს ტესტში შეტანილი აქვს მხოლოდ გრამატიკის და ლექსიკის ავარჯიშოები და სულ არის multiple choice, ანუ ABCD ვარიანტებიდან უნდა აარჩიოთ სწორი პასუხი, მხოლოდ ეგეთი ტესტი აქვს ზოგს. თუმცა ტესტების უმრავლესობაში, ანუ რაც დევს ონლაინ ნიმუშები, ამათ უმრავლესობაში შედის აი ეს საკითხები, რაც აქ არის მოცემული, ეს პუნქტები, ანუ ტესტების უმეტესობაში შეტანილია კითხვის ნაწილი, ანუ reading-ი, ასევე use of English, ანუ აქ შედის გრამატიკა, ლექსიკა და ფრაზული ზომები და ასე შემდეგ და წერის ნაწილი, სადაც ფაქტიურად ყველა ნიმუში გთხოვენ, რომ დაწეროთ ესე. ოღონდ სხვადასხვა ტიპის ესეებია ხოლმე. ყველგან მაგალითად არ არის for and against essay, ან რამე ეგეთი ერთი კონკრეტული ტიპის ესე არ არის ხოლმე ამ სხვადასხვა უნივერსიტეტების ტესტებში. ასევე ზოგჯერ არის ხოლმე გასაუბრებად, აქაც გააჩნია უნივერსიტეტს, გააჩნია ფაკულტეტს, ყველგან არ არის მოკლედ ეს გასაუბრება და თუ არის ხოლმე გასაუბრება, არის რაღაცა პირადი გამოცდილების შესახებ კითხვები ძირითადად, მაგალითად, გაგვეცანით, რატომ გადაწყვეტეთ აქ ჩაბარება და მსგავსი შეკითხვები. მოკლედ, მე დღეს ამ ვებინარის განმავლობაში მოგიყვებით აი ამ ჩამოწერილი პუნქტების მიხედვით, რა არის გავრცელებული შეცდომები, მაგალითად, აკითხვის გააზრებაში და ასე შემდეგ, აქ ჩამოთვლილ ნაწილებში. და ასევე გეტყვით, როგორ დაზოგოთ დრო, ანუ როგორ მართოთ დრო ეფექტურად, რომ ჩაეტიოთ, ასე ვთქვათ, ტესტისთვის გამოყოფილ დროში, რომელიც ძირითადად არის ხოლმე 2 საათი. ესეც, გააჩნია, შეიძლება უნივერსიტეტების მიხედვით ესეც განსხვავდება ხოლმე მეტნაკლებად. თქვენ რამე კითხვები თუ გექნებათ, ალბათ ჯობს, რომ რავი, ჩაინიშნოთ და ბოლოს კითხოთ, თუ რაღაც გინდათ, რომ ახლავე მკითხოთ, შეგიძლიათ ეს ხელისაწევის ნიშანს ხედავთ ხო? Meet-ში, მაგას დააჭიროთ და ახლავეც შეგიძლიათ იკითხოთ. თუ არა და ჩაინიშნეთ შეკითხვები და ბოლოს შეგვიძლია ერთად განვიხილოთ ყველა შეკითხვა. ჩემი ხმა კარგად ისმის, იმედი ამდენი ხანი ვლაპარაკობ და ეხლა მომაფიქრდა, რომ მეკითხავ. ეს კარგად ისმის. კი, კარგად ისმის. ოკეი, კაი. დავიწყოთ. შემდეგი სლაიდი. ხო, აქ გვაქვს პირველ რიგში ზოგადი რჩევები, ესე ვთქვათ, ზოგადი რჩევები, რომლებიც ეხება დროის მართვას, ანუ მაგალითად პირველ რიგში ტესტს რომ შეხედავთ, პირველ რიგში თვალი გადაავლეთ მთლიანად ტესტს, ნახეთ, ანუ რა დავალებებია მოცემული, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ნიმუშში იყოს რაღაც და რეალურად გამოცდაზე სხვა რაღაცა იყოს, ხო? ამიტომ უნდა გადახედოთ თვალი გადაავლოთ მთლიან ტესტს, ნახოთ რა დავალებებია და შემდეგ ესეთი რჩევაა, რომ დრო რომ დაზოგოთ, დაიწყეთ მარტივი დავალებების გაკეთებით. ანუ მარტივი დავალებებით დროს დაგიზოგავთ იმ კუთხით, რომ ეს ამაც სწრაფად გააკეთებთ და შემდეგ დრო დაგრჩებათ მეტი თქვენთვის უფრო რთული დავალებების გასაკეთებლად. დროის კონტროლი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და არ დახარჯოთ ზედმეტად დიდი დრო ერთ შეკითხვაზე. ზოგჯერ არის, რომ აი რაღაცა გავიჭედებით ერთ შეკითხვაზე და აღარ გადავდივართ შემდეგზე. ესე არ გააკეთოთ, თუ ნახავთ, რომ რაღაცა გაიჭედეთ, გადადით შემდეგზე და თუ რაღაც მერე მოუბრუნდით. ანუ ზედმეტი დრო არ დახარჯოთ ერთ შეკითხვაზე, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა შემდეგ იმოქმედებს მთელ დანარჩენ ტესტზე და დრო დაგეკარგებათ რეალურად.
მნიშვნელოვანია ასევე წერის დროს მონახაზის გაკეთება. ესეც დაგიზოგავთ დროს, იმიტომ რომ პირდაპირ წერას რო დაიწყებთ, მე რაღაცას გადახაზავთ, გადაწერთ, დრო დაგეკარგებთ. ამიტომ ჯობია რომ სანამ რეალურად წერას დაიწყებთ, ანუ writing წერის ნაწილში, essays ნაწილში, ჯობია რომ რაღაცა ჩამოაყალიბოთ იდეები, ჩამოწეროთ, ანუ take notes მიწერია აქ, რომ ანუ ნოუთების სახით, შენიშვნების სახით ჩამოწეროთ დაახლოებით ჩონჩხივით, რის დაწერას აპირებთ. სტრუქტურა მიეცემა, ასე ვთქვათ, თქვენ essays და შესაბამისად მე უფრო მარტივია დაწერა. და ასევე ბოლოს გადამოწმებისთვის დრო დაიტოვოთ, ესეც კარგი იქნება, განსაკუთრებით essays რო გადაავლოთ თვალი, რომ გადახედოთ რამე გრამატიკის შეცდომები ხო არ გაგეპარათ და გამოასწოროთ. ეს იყო ზოგადი რჩევები და ახლა რაც შეეხება კონკრეტულ პუნქტებს, ანუ პირველ რიგში ტესტში ძირითადად ყველგან არის ხოლმე წაკითხulis გააზრება, ანუ reading ნაწილი. და აქ ორი ყველაზე გავრცელებული შეცდომა მაქვს ჩამოწერილი. ერთი არის რომ პასუხებს ცემენ ხოლმე ადამიანები, სტუდენტები პირადი აზრის საფუძველზე ნაცვლად ტექსტური მტკიცებულებებისა. ეს შეიძლება იმიტომ ხდება, რომ დრო არ აქვს დარჩენილი რეალურად, რომ ტექსტი კარგად გაიაზრონ და სისწრაფის გამო ლოგიკურად თვითონ რასაც თვლიან, იმას ხაზავენ ხოლმე პასუხებს. და აქ რჩევა, რომ რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა დაეყრდნოთ ტექსტს, იმიტომ რომ კითხვები, დავალება, რაც მოყვება ხოლმე ტექსტს, ეხება ტექსტს, რა თქმა უნდა, და აქედან უნდა ამოვიღოთ პასუხები და არა ის ჩვენ რას ვფიქრობთ, ან ჩვენ რა გგონია კონკრეტულ კითხვასთან დაკავშირებით. შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს საკმაოდ გავრცელებულია მოკლედ რა, რაღაცა ისეთი პასუხები, ესეც დაბეჭდება რჩება. და ასევე ინსტრუქციების იგნორირება. ესეც შეიძლება სისწრაფეს უკავშირდებოდეს, რომ მაგალითად ყურადღებით ხშირია რომ არ კითხულობენ ხოლმე ინსტრუქციებს და რჩებათ ისეთი ინსტრუქციები, როგორიცაა მაგალითად რომელი პასუხი არ არის სწორი, ან შემოხაზეთ ორი სწორი პასუხი. აი მაგალითები მაქვს შემდეგ სლაიდზე. აი ესენია ნიმუშები. მაგალითად, which of the following is not true is the question. და აქ ასევე რჩევა იყო, რომ აუცილებლად, როცა წაიკითხავთ ინსტრუქციას, ანუ პირობას დავალების, ყურადღებით წაიკითხეთ და მონიშნეთ საკვანძო სიტყვები, ანუ keywords, მონიშნეთ, არ ვიცი, გახაზეთ, შემოხაზეთ, რომ არ გამოგეპაროთ. ანუ მაგალითად, აქ ხაზგასმული მაქვს ყველა, რომ not მნიშვნელოვანია ხო, not true. ასევე select all the correct answers. ყველა პასუხი არჩიეთ, ან შეიძლება ერთზე მეტი იყოს, ორზე მეტი შეიძლება იყოს, არ არის დაკონკრეტებული. Which of the following is false? აქ false-ი გაინტერესებთ, რომელია? შემდეგ not mentioned, incorrect statements, არასწორი განცხადება, two correct answers, აქ ორი პასუხია სწორი და which statement cannot be inferred from the given text. აქ რომელი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება ტექსტის მიხედვით. პირობის წაკითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პირობაში გეუბნებიან რა გააკეთოთ და writing-ის ნაწილშიც და ზოგადად ყველა ნაწილში, ამ შემთხვევაში writing-ზეც გავამახვილებ აქ ყურადღებას, რომ მნიშვნელოვანია პირობის ყურადღებით წაკითხვა, იმიტომ რომ უნდა უპასუხოთ კონკრეტულად იმას, რასაც გავალებენ. ისევ reading-ს ეხება შემდეგი რჩევები და აქ მაქვს ესეთი რჩევები. ჯერ წაიკითხეთ შეკითხვები. მოკლედ ესეთია ხო reading-ის სტრუქტურა, არის ესეთი მოცემულია ტექსტი და შემდეგ მოყვება დავალება, ანუ ეს დავალება შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის true false, ანუ statements რაღაცა განცხადებებია მოცემული და უნდა მოიშვათ true false, ან multiple choice უნდა არჩიოთ A B C D და სხვადასხვანაირი დავალებები შეიძლება მოყვებოდეს. პირველ რიგში არის ტექსტი და მერე მოყვება დავალება. მაგრამ რჩევა ასეთია, პროფესიონალები ირჩევენ, რომ ჯერ დროის დაზოგვის მიზნით, ჯერ წაიკითხოთ კითხვები და შემდეგ მოძებნოთ მათ პასუხები ტექსტში. ანუ პირველ რიგში შეხედეთ კითხვებს, აქაც ძალიან დაგეხმარებათ keyword-ების, ანუ საკვანძო სიტყვების მონიშნა. აი შეკითხვები მაგიტო შემოხაზრო, აი შემოხაზეთ, მონიშნეთ საკვანძო სიტყვები, იმიტომ რომ კითხვას რო კითხულობ შეკითხვას და მე მოკეთ აღარ გიწევს რომ მეორედ მოუბრუნდი ამ შეკითხვას და აღარ დაგავიწყდება რეალურად რას ეძებდი ტექსტში. პირველ რიგში კითხულობ შეკითხვას, მონიშნავთ საკვანძო სიტყვებს და შემდეგ ეძებთ შესაბამის ინფორმაციას ტექსტში. ასევე გახსოვდეთ, რომ კითხვების თანმიმდევრობა ემთხვევა ყოველთვის გამონაკლისის გარეშე
ტექსტის თანმიმდევრობას, ანუ მაგალითად პირველი კითხვის პასუხი უნდა ეძებო ტექსტის დასაწყისში, შემდეგ მეორე კითხვის და ასე შემდეგ. მოკლედ ყოველთვის reading-ში კითხვების თანმიმდევრობა ემთხვევა ტექსტის განვითარებას. ესაც დროს დაგაზოგინებთ. მაგალითად, სადღაც მეოთხე კითხვის პასუხი იცით, რომ არ უნდა ეძებოთ პირველ აბზაცში სიტყვაზე, მაინც კარგი ინფორმაცია, ხო? ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარაფრაზირების და სინონიმების ამოცნობა შეძლოთ, იმიტომ რომ აი კითხვებში ხო გახაზეთ რაღაცა keyword-ები, საკვანძო სიტყვები და შემდეგ უკვე ხა ტექსტს მიუბრუნდით და იქ ეძებთ ამაზე პასუხს, ხო? შეიძლება ზუსტად იგივე სიტყვები იყოს ტექსტში ნახსენები, მაგრამ რაღაცა კონტექსტი იყოს სხვა და სხვა რაღაცას ამბობდეს, ანუ დამაბნევლად შეიძლება ეწეროს. იგივე სიტყვა იყოს გამოყენებული, მაგრამ რაღაცა სხვანაირი კონტექსტი ქონდეს. ამიტომ, პარაფრაზირება და სინონიმების ამოცნობა მნიშვნელოვანია და აქ მიწერია, რომ ტექსტში შეიძლება პასუხი განსხვავებული ფორმულირებით, ანუ სხვა სიტყვებით იყოს მოცემული, ვიდრე კითხვაში იყო. და ამან უნდა დაგაბნიოთ. აქ მაქვს ახლა რაღაც მაგალითები მოცემული, აი მაგალითად სამი კითხვაა მოცემული, აი წარმოიდგინეთ, რომ reading-ს აკეთებთ, წასაკითხი დავალებაა და ეს სამი კითხვაა მოცემული. ჯერ როგორც კითხვებს უყურებთ და უნდა მოვნიშნოთ keyword-ები, ხო? აქ უბრალოდ მარტივ მაგალითები მოვიყვანე, მაგალითად პირველი კითხვა არის why is regular physical activity important? აქ მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ისეთი სიტყვები რომ მოვნიშნო, რომ შევხედო მე გამახსენდეს რა იყო კითხვა, ხო? აქ არის regular physical activity important. ამას გავხაზავდი. მეორე არის მაგალითად how does exercise benefit mental health? ამ შემთხვევაში საკვანძო სიტყვები მნიშვნელოვანი, რაც ამ წინადების შინაარსს გამახსენებს. არის exercise benefit mental health. და ნუ როცა არის რაღაცა 5-6 კითხვა ჩამოწერილი, ისევ ამ კითხვების თავიდან წაკითხო მეორედ აღარ მომიწევს შევხედავ ამ keyword-ებს, გამახსენდება რას ვეძებ. ასევე მესამე კითხვა მაქვს მაგალითად what do experts recommend for a healthy lifestyle? აქაც experts მოვნიშნე recommend healthy lifestyle. გამახსენდა უკვე ამ კითხვაში რაც იყო და მეორე ნიმუში ასევე მაქვს პარაფრაზირებას რაც ეხება მაგალითად რაღაცა ტექსტი მოვიყვანე ეს პატარა ეტაპზაციანი და ნახავთ რომ გახაზულია რაღაცა კონკრეტული ფრაზები მაგალითად a balanced diet plays a crucial role in maintaining overall health და ქვემოთ ხედავთ რომ ეს იგივეა რაც ვთქვათ რომ it is important to maintain or to have a balanced diet მოკლედ plays a crucial role in maintaining overall health იგივეა რაც it's important plays a crucial role სინონიმურია ასევე შემდეგია რომ რა წერია წამი consuming a variety of nutritious foods provides the body with essential vitamins and minerals იგივეა რაც it helps by giving nutrients so it helps the body by giving it some nutrients that's the same just paraphrasing okay, let's see this one. Additionally, eating well can lower the chances of developing serious illnesses. Lowers the chances of developing serious illnesses is the same as saying it helps prevent diseases. იგივეა რაც ხო, ანუ ამცირებს შანსებს, იგივე რაც პრევენციაში ამცირებს შანსებს სერიოზული დაავადებების განვითარების, იგივე რაც პრევენციაში გვეხმარება სერიოზული დაავადებების განვითარების. ნუ ეს უბრალოდ პარაფრაზის ნიმუში მოვიყვანე. შემდეგი ნაწილი ტესტში reading-ის შემდეგ გვაქვს use of English, ეს არის ინგლისური ენის გამოყენებას ტესტავენ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ინგლისურის მაგალითად ლექსიკა, სწორად გრამატიკა შემდეგ ამ შემთხვევაში აი ამ სლაიდზე აქცენტი მაქვს აკეთებული ლექსიკაზე და კოლოკაციებზე. მოკლედ კოლოკაციებზე რო გითხრათ, მოკლედ ანუ კოლოკაციები არის ორი ან მეტი სიტყვა, როცა არის გამოყენებული კომბინაციაში და მაგალითად კოლოკაციის ნიმუში არის heavy rain ინგლისურში, ხო? Heavy rain, ანუ ეს ორი სიტყვა ინგლისურში ბუნებრივად ჟღერს, ხო? ვამბობთ heavy rain და არ ვამბობთ strong rain. Strong rain არ არის ბუნებრივი ფორმა ინგლისურში, ანუ შეიძლება მიხვდეს ახლა რას ამბობ, ხო? Strong rain რო იტყვი, მაგრამ რეალურად სწორი არ არის კოლოკაცია, არ არის ბუნებრივი კომბინაცია ორი სიტყვის. ბუნებრივი კომბინაცია არის heavy rain. ასევე მაგალითად შეიძლება fast food და არა quick food.
ან ну აი მაგალითებიც ბევრი მაქვს მოყვანილი, make a decision და არა do a decision და ასე შემდეგ. მოკლედ, კოლოკაცია ეს არის. რაც შეეხება ლექსიკას და კოლოკაციას, აქაც ძალიან ხშირია შეცდომები. მაგალითად, ну აქ მე ერთი მარტივი მაგალითი მოვიყვანე, როცა არასწორ სიტყვის არჩევა რაღაცა შემოსახავს სავარჯიშოში, multiple choice სავარჯიშოში, რომ amount of people არ არის სწორი და არის number of people. ну გრამატიკის სიღრმეებში ახლა არ წავა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტა არის, რომ ვისწავლოთ სიტყვათა სწორი კომბინაციები, როგორც ვთქვით, წეგან ძალიან მარტივი მაგალითები იყო, კი ბატონო, fast food არა quick food, heavy rain და არა strong rain და ასე შემდეგ. აი ხა გაჩვენოთ კიდე მაგალითებს, ბევრია ძალიან. ასევე გავრცელებული შეცდომები არის იდიომების და ფრაზულიზმების არასწორი გაგება. მაგალითად, catch on და catch up. რა განსხვავებაა? Catch on ნიშნავს, რომ რაღაც პოპულარული გახდება და catch up ნიშნავს დაწევას. ну, ამ შემთხვევაში გამოსავალი არის იმაში, რომ იდიომები და ფრაზულიზმები ვისწავლოთ კონტექსტში და ბევრად მარტივია ამ შემთხვევაში ამათი დამახსოვრება, ამის მაგალითებსაც ახლავე გაჩვენებთ. და ასევე მესამე, რაც მიწერია გავრცელებული შეცდომები, აქაც არის სიტყვები, რომლებიც ჟღერს მსგავსად, მაგრამ მნიშვნელობა ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, sensible, sensitive. sensible არის რაღაცა გონივრული, პრაქტიკული, sensitive ემოციური. აქ გადაწყვეტა არის, რომ სიტყვების თარგმნის ნაცვლად, მაგალითად რაღაცა ქართული ლექსიკონი და თარგმნის ნაცვლად, გამოვიყენოთ ინგლისური ლექსიკონიც. არ ვამბობ, რომ ქართული ლექსიკონი არ გამოვიყენოთ უბრალოდ, გადავამოწმოთ ხოლმე ინგლისურ ლექსიკონში. საერთოდ B2 ანუ B2 დონეზე ქართული ლექსიკონი ძალიან ნაკლებად არის საჭირო. ინგლისურს თუ გამოიყენებ, ბევრად უფრო შეეჩვევით ამას და ბევრად უფრო გასაგებია სიტყვის შინაარსი, იმიტომ რომ ну ორი განსხვავებული ენაა ქართული და ინგლისური და რაღაც სიტყვები ერთ-ერთში მნიშვნელობა არ ემთხვევა ერთმანეთს და ბევრად უფრო ჩაწვდებით სიტყვების შინაარს, ფრაზების შინაარს თუ ინგლისურ ლექსიკონში ნახავთ ორიგინალში რას ნიშნავს ეს სიტყვა და არა რაღაცა ქართულ მიმსგავსებულ გადათარგმნილ ვარიანტს. ეხლა მაგალითები აქ უბრალოდ ჩამოვწერე მაგალითები კოლოკაციების, ანუ როგორც გითხარით, კოლოკაცია ორი ან მეტი სიტყვა ერთად ბუნებრივად როცა კომბინაციაში, ინგლისურში როცა ბუნებრივად ჟღერს ამ სიტყვების კომბინაცია, მაგალითად, რავი, ბევრია ჩამოწერილი, რატომღაც გავაფერადე B2-ები, ანუ აქ არის ორი დონის კომბინაცია B1, B2-ს კოლოკაციები ავარჩიე რაღაცა გავრცელებული ყველაზე და გაფერადებული უბრალოდ იმას გამოხატავს, რომ B2 დონია. ხო, კაი, წამოვიყვანო და დავბრუნდა მე მგონი. ხო. ну აქ რაები გვაქვს give an impression. მოდი გადავხედოთ უბრალოდ რავი, თქვენს გადახედეთ. ნიშნულობების განხილვას არ დავიწყებ ახლა აქ, იმიტომ რომ მაინც ლექცია არ გვაქვს და რაღაცა სწავლების კოლოკაციებს არ გასწავლით ახლა ამ შემთხვევაში. უბრალოდ ესენია კოლოკაციები, აი მაგალითად give an impression. ბუნებრივი კომბინაცია ამ სიტყვების, ანუ give an impression და არა do an impression მაგალითად. make a decision, take a break, do homework. და არა მაგალითად do a homework სიტყვაზე. Have a conversation, give advice, run a business, catch a call, take advantage of something, make progress, do research, keep in touch with someone, make or what's this? Just one. Come to a conclusion, reach a decision, etc. და ასე შემდეგ. ესენია მოკლედ კოლოკაციები, რომლებიც იტესტება სამაგისტრო ინგლისურის ტესტში რეალურად და საკმაოდ გავრცელებულია, საკმაოდ ხშირად გამოყენებადია და ზოგადად რატო ამ მნიშვნელოვანი, ანუ კოლოკაციების ცოდნა და რატო ტესტავენ ამას კოლოკაციები, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ გვეხმარება, რომ ბუნებრივად ჟღერდეს ჩვენი საუბარი. ყველა სიტყვა ერთნაირად ვერ ერწყმის ერთმანეთს, ხო? მაგალითად, რო იტყვის strong rain, ეგრევე გასაგებია, რომ ну არც ისე ბუნებრივად ჟღერს ამის თქმა მინდა. და გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, რომელიც არის ასევე მაგალითები იდიომების. იდიომებზეც მაინც მოკლედ გეტყვით, რას ნიშნავს
იდიომები არის ეს ფიქსირებული გამონათქვამები ენაში, რომლებსაც არ აქვს სიტყვების მოკლედ ეს არ არის სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობების ჯამი. მაგალითად, break the ice სიტყვით ყინულის გატეხვას პირდაპირი მნიშვნელობით არ ნიშნავს. ანუ ეს არის გადატანითი ფიგურალური მნიშვნელობით, ანუ იდიომები ასეთი გამონათქვამებია. მაგალითები, ანუ ასევე იდიომებიც იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ უფრო ბუნებრივს ხდის თქვენ საუბარს, ანუ ჩანს, რომ გამართულად შეგიძლიათ უფრო საუბარი ინგლისურად და საკმაოდ ხშირია ეს ყოველდღიურ კომუნიკაციაში, ანუ თუ ინგლისურენოვან გარემოში მოხვდებით, ნახავთ, რომ საკმაოდ ხშირია რეალურად ეს იდიომები ყოველდღიურობაში იყენებენ აქტიურად კოლოკაციები, რა თქმა უნდა, და ასევე კულტურულ მნიშვნელობას ატარებს, ანუ აქედან ჩანს, რომ რაღაცა, ანუ ჩაწვდით, ასე ვთქვათ, ენის ცოტა სიღრმეებს. მაგალითები მაქვს მოყვანილი ასევე იდიომების და წერა რჩევაში მეწერა, რომ იდიომების დასამახსოვრებლად ძალიან კარგია, რომ კონტექსტში ისწავლოთ ეს იდიომები. აი, მაგალითად, აქ შემდეგ სლაიდზე მაქვს ყველა აქეთ რაც ეწერა, ხო, იდიომები. ესენი მნიშვნელობით მაქვს მოცემული. არა, იმიტომ რომ გასწავლოთ ეხლა რამ. აი, მაგალითად, იდიომები ესეთია, a piece of cake. ეს არის როცა რაღაცა ძალიან მარტივია, ხო? Break the ice. მოდი აი შემდეგ სლაიდზე ნახავთ თქვენთანაც, რომ აი მაგალითები მოცემულია, ეს არის რჩევისთვის, რომ როცა უნდა ისწავლოთ რაღაცა იდიომები, მაგალითად, არ აქვს მნიშვნელობა საიდან სწავლოთ, ანუ სიტყვაზე ლექსიკონში ნახულობთ, თუ მაგალითად ChatGPT-ს ეკითხებით, არ აქვს მნიშვნელობა. ლექსიკონში ჩაწეროთ, მაგალითად ეს ფრაზა ონლაინ ლექსიკონში, აი რა ვიცი, ბევრია, მაგალითად მე ვიყენებ აქტიურად Oxford dictionaries. რა თქმა უნდა, ნახავთ, რომ პირველ რიგში გაქვთ definition, ანუ განმარტებაა მოცემული, შემდეგ აუცილებლად მოყვება ხოლმე ლექსიკონშიც მაგალითები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან გეხმარებათ, ეს არის კონტექსტი და ძალიან გეხმარებათ ამ იდიომების თუ კოლოკაციების თუ სიტყვების დამახსოვრებაში და გააზრებაში რეალურად რას ნიშნავს. მაგალითად, a piece of cake. ჯერ გვაქვს definition, რომ ეს არის მნიშვნელობა, ხო? A piece of cake is something very easy to do. For example, the exam was a piece of cake. I finished it in 10 minutes. Now it's clear for me. Bite the bullet means to endure a painful or difficult situation bravely. For example, I didn't want to go to the dentist, but I had to bite the bullet and get my tooth fixed. ანუ რაღაცა გაარო გაუძლო ტკივილს ან რაღაც სირთულეს, ამას ნიშნავს bite the bullet. კიდე მოდი შემდეგ გვერდზე ვნახოთ, რაღაც მაგალითებს 15 იყო და გადავანაწილე, რა ვიცი, აი ეს ყველა ჩამოვწერე რატომღაც. Once in a blue moon, ეს აუცილებლად გაგებული გექნებათ, რაც ნიშნავს ძალიან იშვიათად, very rarely. Cost an arm and a leg. ეს არის როცა ძალიან ძვირი ღირს რაღაც მაგალითად, the designer handbag costs an arm and a leg. ძალიან ძვირია. A blessing in disguise. ესაც საუცებად, ნუ შეიძლება ყველა გაგიგონიათ, არ ვიცი. Blessing in disguise არის რაღაცა შენიღბული, ქართულად როგორ ვთქვა, შენიღბული წყალობა. So it's something that seems bad at first, but turns out to be good. For example, losing my job was a blessing in disguise because it led me to start my own business. Ну, ცუდი მეგონა თავიდან, მაგრამ კარგი აღმოჩნდა ჩემი სამსახურის დაკარგვა, იმიტომ რომ ბიზნესი დავიწყე. Ну, ეს კონტექსტი ძალიან გეხმარებათ, რომ როგორც უკვე აღმოჩნდა, რომ გაიაზროთ რას ნიშნავს და დაიმახსოვროთ იდიომები. შემდეგია ფრაზული ზნები, სადაც ასევე ძალიან გავრცელებულია შეცდომები სამაგისტრო ინგლისურის ტესტში. აქაც სულ რამდენიმე ჩამოვწერე, მაგალითად, ოკეი, ჯერ პირველ რიგში იმას გეტყვით, ფრაზული ზნები რას ნიშნავს, ხო? ანუ ზნა ვიცით, რომ მოქმედებას ან მდგომარეობას გამოხატავს და ფრაზული ზნა არის ზნები, რომელსაც მოყვება მაგალითად წინდებული ან მოყვებას მიზედა. კომბინაციაშია მოკლედ ან წინდებულთან ერთად არის ზნა, ან მიზედასთან და ახალი მნიშვნელობა ენიჭება, არა ის, რაც ცალკე ქონდა ამ ზნას. მაგალითად, give up. შეწყვეტას რაღაც შეწყვეტას თავის დანებებას ნიშნავს, ხო?
აი აქაც მაგალითებია მოცემული, რაღაც გავრცელებული ფრაზული ზნების და მათი მნიშვნელობები. No breakdown გაფუჭებას ნიშნავს რაღაცის, ან ემოციური breakdown-ი, როცა ემოციურად გადაიწვება ადამიანი. Catch up with წაღანი იყო ნახსენები დაწევას ნიშნავს. Come up with, figure out, give up და რაღაცა მოკლედ მაგალითებია უბრალოდ. Look after, ხედავთ რომ ყველგან არის ზნა პლუს წინდებული. ან ზნა პლუს ზმნიზედა შეიძლება იყოს. და აქ ის არის კიდევ მნიშვნელოვანი, რომ თვითონ ხო, პრინციპში ეს უკვე თქვი, რომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტესტში მოწმდება რამდენად იცის და ეს არის სხვადასხვა სახის სავარჯიშებში, ძირითადად multiple choice-ში. შემოსახაზია რაღაცა ან ჩასასმელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აუცილებლად მოწმდება ფრაზული ზნების ცოდნა. Set up, call off, turn down, take up, ასე შემდეგ. კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა არის აი ამ ნაწილში, სადაც წეგან ვახსენე, გვაქვს მსგავსი სიტყვები, ანუ მსგავსად ჟღერს, თუმცა განსხვავებული მნიშვნელობები აქვს. მაგალითად, eventually, actually, sympathy, empathy, pretend, pretentious, convenient, conventional. მოკლედ, როცა რაღაც use of English-ის დავალება აქვთ, ხოლმე რომ რაღაც შემოხაზოთ სწორი ვარიანტი 4 სიტყვიდან, ან ჩასვათ სიტყვა სწორ ფორმაში და აი ამ დავალებებში ხდება ამ ტიპის შეცდომები. რაც შეეხება გრამატიკის ნაწილს, რომელიც ასევე use of English-ის ნაწილში მოწმდება გრამატიკა და წინადების სტრუქტურა, აქ გავრცელებულია შემდეგი შეცდომები. წინდებულის არასწორად გამოყენება, აი წეგან იყო ამის მაგალითები, ხო, ფრაზულ ზნებში, რომ რაღაც კონკრეტულ ზნას, კონკრეტული წინდებული თუ მოყვა, მაშინ სხვა მნიშვნელობა ენიჭება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ფრაზული ზნების ცოდნას და ასევე ზნებს პლუს წინდებული სწორი კომბინაციების დამახსოვრებას, ну იგივე ფრაზული ზნები პრინციპში. არა მაგრამ. ასევე ძალიან ხშირია არტიკლის არასწორი გამოყენება, ეს არავის არ გაგიკვირდება, დარწმუნებული ვარ, და ასევე დროის არასწორი ფორმები. მაგალითად, აქ რაც მაქვს მოცემული არის he must left his wallet. და სწორი ვარიანტი არის he must have left his wallet. ამ შემთხვევაში გადაწყვეტა არის, რა თქმა უნდა, გრამატიკა, რაც ბიურ დონეზე იტესტება ამის ცოდნა. ამ შემთხვევაში მაგალითად არის უბრალოდ მოყვანილი მოდალური ზნები, ამას ქვია past modals, ანუ მოდალურ ზნას, როცა მოყვება, ანუ როცა გვინდა რომ დასკვნა გავაკეთოთ წარსულთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად დარჩა საფულე, აი დაწმუნებულია საფულე დარჩა. He must have left his wallet, ანუ დასკვნას ვაკეთებ. რომ ნამდვილად დარჩა საფულე. He must have left his wallet. აი ეს გრამატიკული თემა, აი ამ კონკრეტულ წინადებაში, ანუ მოდალური ზნებიც არის და პლუს წარსულს ეხება და დასკვნის გაკეთებას ეხება. ну მოკლედ, ბიურ დონეზე გრამატიკა რაც არის, აქედან ნებისმიერ საკითხი შეიძლება იყოს გადასტილი სამაგისტრო ინგლისურში რეალურად ტესტში. ეს ერთ-ერთი მხოლოდ მაგალითია. აქ ისევ გავრცელებული შეცდომები მაქვს მოყვანილი, მაგალითად a lot of informations არ არის სწორი, information არის interested in, I will meet with you, with არ არის საჭირო, I will meet you, ესენი writing-ში ახალ ხშირად ეს ნაწილში გრამატიკული შეცდომები ჩანს ძალიან კარგად, ასევე გავრცელებულია აი ამის გამოყენება, რატომ რაღაც I am agree ესე წერენ, am არ არის საჭირო, I agree. ასევე made a mistake of something, but we say made a mistake in something. Also, are they living here since 5 years? აქ ნუ since for, ნუ გრამატიკა წმინდა ბიორს რაც ეხება. He or they have been living here for 5 years. For the since. ასევე looking forward to meeting აქ ნუ ing ფორმა მოყვება, explained me the situation. და სწორი ფორმა არის explain the situation to me. Different than ხშირად არის გამოყენებული და რეალურად არის different from what I thought. და married with someone, but the correct form is married to someone. Next page. სხვა გავრცელებული შეცდომები, აქ მაქვს არასწორი სუფიქსები მიწერია, ну პრეფიქსებში არის შეცდომები. Suffixები მაგალითად ecology problems არის სწორია ecological problems.
ამის მაგალითებს გაჩვენებთ ახლა შემდეგ სლაიდზე. მართლწერის შეცდომებია ძალიან გავრცელებული, მაგალითად recommendations, ანუ აქ უბრალოდ double M არის საჭირო, ეს ერთი მაგალითია და სხვა სახის მართლწერის შეცდომებიც არის ხოლმე ხშირად. და მაგალითად use of English-ი არის ესეთი დავალებები, რომ მოცემულია რაღაც ტექსტი, სადაც გამოტოვებული ადგილებში, ფრჩხილებში მოცემული სიტყვა უნდა ჩასვა შესაბამის სწორ ფორმაში, ხო? აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში დაფიქრდეთ იმაზე, რა მეტყველების ნაწილი გჭირდებათ, ხო? ზმნა გჭირდებათ კონკრეტულ წინადადებაში, მიზეზა გჭირდებათ, ზედსართავი გჭირდებათ, თუ რა გჭირდებათ. და აქ არის ხშირი შესწავლები, მაგალითად, ზედსართავის გამოყენება არსებითის ნაცვლად და ასე შემდეგ. ანუ ridiculous არის ზედსართავის სახელი და ridicule არის არსებითი სახელი. ნუ განსხვავება არის იმაში, რომ სხვადასხვა ფუნქცია აქვს, ხო? ერთი არის ზედსართავი, მეორე არსებითი სახელი. ანუ სიტყვების წარმოებასაც ასევე ტესტავენ ამ სამაგისტრო ინგლისურის გამოცდაზე და აქ უბრალოდ ერთი მაგალითი მოვიყვანე ამისი. აქ მაქვს ასევე ჩამოწერილი შეცდომები, როგორიც არის economical crisis, რომელიც არ არის სწორი და სწორია economic crisis. და მე განმარტებაც მიწერია, რომ economical არის ფულის დაზოგვას რაც უკავშირდება და economic-ს უკავშირდება თვითონ ეკონომიკური კრიზისი. Electric engineer არ არის სწორი, აქ ნახეთ, ანუ სამი ვარიანტია. Electrical engineer ეს არის სწორი, electric car არის სწორი და electronic devices, ანუ სამი სხვადასხვა ფორმაა, ხო? Electrical engineer, electric car, electronic devices. ესენია სწორი ფორმები. Historic building არ არის სწორი, იმიტომ რომ historic არის მნიშვნელობა არის რაღაც historic event შეიძლება იყოს რაღაც historic war მაგალითად, მაგრამ historical არის building ამ შემთხვევაში historical building anything related to history ანუ ისტორიული ამის თქმა თუ გინდათ არის ისტორიული შენობა historical building classical და classic ასევე ძალიან დამაბრნეველია ანუ classical book არის სწორი classic book classical music classical movies classical movies კი არა classic I mean America classical music or classical traditions და classic books classic movies ამ შემთხვევაში ეს მინდა დამეთქვა ასევე forgettable და ანუ ეს მეორე ვარიანტია სწორი unforgettable moment ანუ აქ სიტყვა სწორი არის unforgettable შემდეგი ვარიანტი, ну, რაღაცა ისევ აქაც შეცდომებია ჩამოწერილი, რომელიც ეხება მართლწერას, ძირითადად არის ხოლმე recommendation double M, რაღაცა double A საჭირდება, ან A-ის ნაცვლად იწერია, მაგალითად necessary, ამ შემთხვევაში ორი S-ი იყო საჭირო, independent, ბოლოში E არის საჭირო independent და არა independent. ასევე, ну, აი ესეთი შეცდომები რა, surprise და რა surprise აქ არ აკლია. მოკლედ, რეალურად როგორ იწერება სიტყვა, ამის ცოდნაც writing-ის ნაწილში ფასდება. ანუ როცა ისე სწორდება, აქ ექცევა ყურადღება მართლწერას, გრამატიკას, სტრუქტურას, სიცხადეს, ტონს, ანუ მაგაზე გადავაახლავე writing-ის ნაწილზე. შემდეგი სლაიდი არის წინადადების ტრანსფორმაციას რაც ეხება, ანუ რომ გეუბნებიან რომ გადაწერე წინადადება ისე რომ შინაარსი არ შეიცვალოს და გამოიყენეს კონკრეტული სიტყვა. აქ დაშვებულია ხოლმე ძირითადად ასეთი შეცდომები, რომ არასწორი თანმიმდევრობა სიტყვების ხშირად. მაგალითად, she never has been to Paris. She has never been to Paris. არის სწორი თანმიმდევრობა. ასევე ხშირია საჭირო სიტყვების გამოტოვება. არ ვიცი სიჩქარის გამო ხდება თუ რის გამო, მაგრამ ხშირია. We supposed to reply არ არის სწორი. We are supposed to reply არის სწორი ვარიანტი. არ იყო გამოტოვებული. Be supposed to do something or be supposed to be someone არის სწორი ვარიანტი. მოქმედებით და უნებითი გვარის არევა ძალიან ხშირია ასევე. და ახლა რაც შეეხება წერის ნაწილს, ანუ SS ნაწილს, აქ უბრალოდ ჩამოწერე რა, არ უნდა დაგავიწყდეთ. და როგორც გითხარით, ჩამოთვალე უკვე, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მოწმდება რამდენად პასუხობს თქვენი ესე დავალებას. ასევე ყურადღება ექცევა რამდენად
პასუხობს, ანუ აი პირველი პუნქტი აწერე, დავალების ყველა ნაწილზე პასუხის გაცემა არ დაგავიწყდეთ. თქო, მაგალითად, თუ არის ესეთი for and against essay, ამ ტიპის ესეში თქვენ გთხოვენ, რომ რაღაც კონკრეტული საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილოთ და თუ მხოლოდ დადებითს განიხილოთ ან მხოლოდ უარყოფითს განიხილოთ, ეს იმოქმედებს შეფასებაზე. როცა გთხოვენ, რომ განიხილოთ ორივე მხარე, უნდა განიხილოთ ორივე მხარე რეალურად. ამას ექცევა ყურადღება გასწავლების დროს. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად არგუმენტირებულია, ანუ რამდენად გამყარებულია მაგალითებით თქვენი არგუმენტები, ანუ ძალიან ზოგადი განცხადებები არ უნდა ეწეროს, ან რაღაც კონკრეტულ საკითხზე უნდა ისაუბროთ კონკრეტულად მაგალითებით, რომ გაამყაროთ რეალურად რაღაცა ცხოვრებისეული მაგალითი მოიყვანოთ, ან რავი ნებისმიერი, უბრალოდ უნდა იყოს გამყარებული თქვენი არგუმენტები. ანუ აქ მიწერია, რომ არ დაგავიწყდეთ საკმარისი ფაქტების განხილვა და მაგალითების მოყვანა თქვენი არგუმენტების გასამყარებლად. ლოგიკური სტრუქტურა უნდა გქონდეს ასევე, არ უნდა იყოს ქაოსური, ანუ ასევე ძალიან ხშირი არ არის, მაგრამ გვხვდება ხოლმე ესეთი ესეები, სადაც საერთოდ აბზაცი გამოყოფილი არ არის, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ლოგიკური სტრუქტურა, რომელიც მაინდა-მაინც მხოლოდ აბზაცს არ უკავშირდება, მაგრამ აბზაცი მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ მარტივი წასაკითხი, ანუ ლოგიკური თანმიმდევრობა უნდა გქონდეს, უნდა იყოს თანმიმდევრული და მკითხველისთვის მარტივად წასაკითხი და გასაგები, ხო? ანუ სამი ძირითადი ნაწილი აქვს ყოველთვის ეს რაც ამ ტიპის იყოს, ეს არის შესავალი, ძირითადი ნაწილი, ნუ აქ 2-3 აბზაცი და ბოლოში დასკვნა. და ასევე linking words, ანუ მაკავშირებელი სიტყვების გამოყენება მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა ლოგიკური ბმა იყოს ტექსტის ნაწილებს შორის და მარტივი წასაკითხი და აღსაქმელი იყოს. ანუ ტექსტის სტრუქტურა, ლოგიკური სტრუქტურა თუ აქვს ეს ფასდება. ასევე უყურებთ ხოლმე სიტყვების რაოდენობას, ანუ ბევრად მეტი ან ბევრად ნაკლები არ უნდა დაწეროთ იმაზე, ვიდრე დავალებაში გეუბნებიან, ხო, მაგრამ თუ გეუბნებიან დაწერეთ სიტყვაზე 150-დან 180 სიტყვაზე, 250 სიტყვა არ უნდა დაწეროთ. ანუ შეიძლება ცოტათი ბევრი მეტი იყოს, ან ცოტათი ნაკლები, მაგრამ დიდი განსხვავება არ უნდა იყოს. ასევე ეს ფორმალური სტილი უნდა იყოს, ანუ ოფიციალური რა ქვია მას. ხო, ну formal register ქვია ამას, ანუ არ უნდა გამოიყენოთ არაფორმალური გამონათქვამი wanna gonna. ასევე კარგი იქნება თუ არ გამოიყენებთ contractions, ანუ შემოკლებულ ფორმას, ანუ აპოსტროფით შემოკლებულ ფორმას. ყველაფერს დაწერთ სრულად, ოფიციალ, მოკეთ არ ჩავურმავდები ხარ, რას ნიშნავს ეს ფორმალური სტილი. ფორმალური სტილით უნდა იყოს დაწერილი. ну ერთ-ერთია რომ wanna gonna არ გამოიყენოთ და არ გამოიყენოთ შემოკლებული ფორმები, რაღაცა რა ქვია მას, აი texting language არ გამოიყენოთ, ან message როგორც მიწერდი ვიღაცას, ისე არ უნდა დაწერო, ხო? რა თქმა უნდა, ყურადღება ექცევა გრამატიკას, პუნქტუაციას, ну ანუ აი რამდენად არ უნდა იყოს თვალში საცემი, რომ არც წერტილი, არც მძიმე და არაფერი, ანუ ეს არ უნდა გირთულებდეს ესეს წაკითხვას და გაგებას. ანუ ეს მოწმდება გრამატიკა, პუნქტუაცია და კიდე რა. ну, პრინციპში ყველაფერი ჩამოთვალე მე მგონი და ბოლოს, ანუ ეს თქვენთვის არ ჩავარა, რომ დაასრულოთ წერას, თუ გექნება დრო ძალიან კარგია, რომ გადახედოთ, აი დრო თუ გექნებათ, აუცილებლად გადახედეთ, რომ აღმოაჩენთ რაღაცა დაშვებულ პატარა შეცდომას და შეგიძლიათ გამოასწოროთ, გამოიყენოთ ეს დრო. და ბოლოს შეჯამების სახით მაქვს ესენი ჩამოწერილი, რომ ისევ იგივეა რაც ვილაპარაკე, გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ინსტრუქციები წაიკითხეთ ყურადღებით და მონიშნეთ keyword-ები, ძალიან დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, ეს კოლოკაციები, ფრაზულიზმები, იდიომები კონტექსტში ისწავლეთ, რომ არ იყოს დაზეპირებული და მართლა აღარასოდეს აღარ დაგავიწყდეთ რას ნიშნავს. გრამატიკის წესები, რა თქმა უნდა, შესაბამის დონეზე რაც მოგეთხოვებათ. ზოგი უნივერსიტეტი მაგალითად ითხოვს B1-ს, ზოგი B2-ს გააჩნია უნივერსიტეტს და ფაკულტეტს. შეიძლება B1-ის გამოცდა დაგჭირდეთ, რომ ჩააბაროთ, ან B2-ის. ну C1-ი მე მგონი არსად არ შემოხვედრია, მე მგონი რა არსად არ შემოხვედრია მაგისტრატურის მოთხოვნებში. ასევე დაწერეთ გასაგებად, ესე როგორც გითხარით, არ ჩახლართოთ, დაწერეთ გასაგებად, სტრუქტურა რო ქონდეს და აკადემიურად, ანუ ფორმალური ენით. ასევე დროის ეფექტური მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბოლო წუთები დაიტოვეთ გადამოწმებისთვის. აი ხა მარი მოგწერა, რომ თუ არის მოსასმენიო. ანუ გააჩნია უნივერსიტეტს და გააჩნია ფაკულტეტს.
არის ხოლმე რაღაც კონკრეტულ ფაკულტეტებზე მოსასმენი დავალებაც, მაგრამ ძალიან იშვიათია, ანუ მაგალითად ნიმუშები რო ნახოთ, სხვადასხვა უნივერსიტეტების ტესტების, სამაგისტრო ტესტების, მე 12 მოვიძიე სულ ონლაინ. ფაქტიურად, ანუ ერთში იყო სადღაც მოსასმენი, ისიც ერთ კონკრეტულ ფაკულტეტზე მხოლოდ. ანუ ძალიან იშვიათია რატომღაც მოსასმენი, მაგრამ რა თქმა უნდა იცვლება ხოლმე და იცვლება ხოლმე ეს და ანუ არ გამოვრიცხავ რომ ეხლა სიტყვაზე შემდეგი გამოცდის დრო რომ მოვა სამაგისტრო ინგლისურის დაამატონ რაღაც კონკრეტულმა უნივერსიტეტებმა მოსასმენი კონკრეტულ ფაკულტეტებზე მე მაინც ვფიქრობ რომ ნელ-ნელა დაამატებენ ამას იმიტომ რომ რეალურად როცა გვინდა ადამიანის ენის ცოდნის დონე შევამოწმოთ, ყველა კომპონენტს ვამოწმებთ, ხო? არა მხოლოდ გრამატიკას და წერის უნარებს, შეიძლება მაგაზე მნიშვნელოვანი რეალურად მოსმენის უნარები იყოს კონკრეტულ ფაკულტეტზე. არ ვიცი, მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ნელა დაამატებენ, მაგრამ ახლა ამაზე თავს ვერ დავდო ჯერჯერობით მოსასმენი დავალებები ძალიან იშვიათობაა სამაგისტრო ტესტებში. თუმცა მაინც ანუ აი რო გადაწყვეტ რომ აი აქ გინდა ჩაბარება, აუცილებლად უნდა ნახოთ მათი ნიმუში. რა აქვთ ნიმუში დადებული, ან თუნდაც დაუკავშირეთ უნივერსიტეტს კითხოთ და ამის მიხედვით. მაგრამ ანუ ის არის კარგი, რომ აი ხა მაგალითად ჩვენ scale up-ზე ჩემი კურსი, რასაც მოიცავს ეს B2 დონე, არის რომ ეს არ არის მხოლოდ მაგისტრატურისთვის მოსამზადებელი და არ არის მხოლოდ რაღაცა 1 და 2 კონკრეტული ტიპის სავარჯიშოების კეთება 5 თვე. ეს არის რეალურად B2 დონე სრულყოფილად. აქ შედის ყველაფერი. აქ შედის საუბარიც, მოსმენაც, მოსასმენი დავალებებიც რო გქონდეთ. ამ კურსის გავლის შედეგად ჩვეულებრივ B2 დონეზე უნდა გააკეთოთ, რაც არ უნდა ჩაგირთონ. ანუ ყველაფერი შედის მოსმენის უნარების განვითარება, საუბარი, ანუ ყოველ ლექციაზე არ არსებობს, რომ მე რაღაცა დავდგე და ვილაპარაკო. ეწამი, ანუ იმის გამო, რომ არის ინტერაქტიული პროცესი და საუბრობთ მე და სტუდენტები, მუშაობთ საუბრის უნარებზე. ბევრი სხვადასხვა თემა მოცემული პროგრამის ფარგლებში და ბევრი საინტერესო რამეა განსახილველი სამსჯელო სადისკუსიო. და ვაკეთებთ ამას, ანუ მოსმენა, საუბარი და გრამატიკა, ლექსიკა, ყველაფერი შედის ამ B2-ის კურსში. თუმცა ანუ მაგისტრატურის გამოცდისთვის ვინც ემზადება და უნდა რომ ჩაბაროს, მაგათთვის დამატებით კონკრეტულად იმ ტიპის სავარჯიშოებსაც გავაკეთებთ უფრო ხშირად, რაც გამოცდაზეა ხოლმე კონკრეტულ თქვენ მიერ არჩეულ უნივერსიტეტში და ფაკულტეტზე. აი ეხლა იწამე წავიკითხო რას წერთ. ქუთაისის წერეთელში არ ამგონია რომ იყოს, მაგრამ თავს ვერ დავდებ ნამდვილად მოსასმენი სავარჯიშო არის თუ არა. სადღაც შეხვდა მგონი ქუთაისის წერეთლის ტესტი. მაგრამ ეხლა ესე უცებ მე მგონი ვერ ვიპოვი. აი ონლაინაც რო ჩაწერო და Google გიჩვენებს ტესტის ნიმუშს, არ ამგონია, მაგრამ შემდეგი გამოცდისთვის რა იგეგმება, არ ვიცი. ცოტა გვიან შემოგერდითო. ეს კონკრეტულ შეხვედრას Scale-up-ის მენეჯერი არის ორგანიზებდა სამამალოც კი. ეს არის ვებინარი, უბრალოდ გაცნობით ხასიათის, რომ გითხრათ სამაგისტრო ინგლისურზე გავრცელებული შეცდომები რა არის ხოლმე ინგლისურის ტესტში. რა არის გავრცელებული შეცდომები და როგორ აირიდოთ თავიდან შეცდომები და რას მიაქციოთ ყურადღება, როგორ დაზოგოთ დრო და ასე შემდეგ. და ასევე ახლა როგორც გითხარით, ანუ ეს B2-ის კურსი, რასაც Scale-up-ზე გთავაზობთ, არ არის მხოლოდ კონკრეტული ტიპის სამაგისტრო ტესტის ნიმუშის მიხედვით, რომ ვაკეთოთ სავარჯიშოები. სრულყოფილი B2 დონის ინგლისურის კურსს გთავაზობთ. რა თქმა უნდა, გამოგადგებათ სამაგისტრო ტესტში, იმიტომ რომ რეალურად მაგისტრატურის ტესტში ამოწმებენ თქვენს დონეს, ანუ B2-ს, სიტყვაზე, სადაც B2 გჭირდებათ. თუ არ გჭირდებათ B2, რა თქმა უნდა, B1-ისთვის უნდა მოემზადოთ. B1 ან B2 დაგჭირდებათ გააჩნია უნივერსიტეტს.